ელემენტარულად ჩვენ გვჭირდება ქართული, ნაცარქექიული მოხერხება. ეგ არის ყველაზე უფრო მთავარი, მაგიტო არის ჩემი საყვარელი გმირი, ზღაპრის გმირი, ნაცარქექია, რომ ხერხი ჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებს, ხო ამ ხელა დევები დაამარცხა და მათი სახლი დაითრია მერე და იქ ცხოვრობდა და მოკლედ თელ ძმები და ისინი ვინც იმაშებოდნენ, ეურჩებოდნენ, ყველანი შემოიკრიბა მერე და ეს დღევანდელ სიტუაციაში ეს არის ჩვენი ძალა. არ არის ჩვენი ძალა არც რაკეტა, არც გემის, არც დრონის, არც მოხერხებულობაშია ჩვენი ძალა და ზუსტად ეს მოხერხებულობა უნდა გამოვიჩინოთ ეხლა მე ესე ვფიქრობ ყოველთვის. აბსოლუტურად გეთანხმები და გეთანხმები კიდე იმ პათოსში რომ ღმერთს განსაკუთრებულად უყვარს ჩვენი ქვეყანა რა და მე წამს და ჩემი ღრმარწმენით მართლა ვართ წილხვედრი ქვეყანა რა და ეს წლების განმავლობაში შეიძლება პათოსით ჟღერდეს, მაგრამ გულით ნათქვამია და წლების განმავლობაში ეს სულ უფრო და უფრო გამოჩნდება. რა თქმა უნდა, და მართლა კი არა, ეგავართ თუ ვართ რა და მაგის წყალობით გვიდგას სული აქამდე რომ მოვახციეთ რა, მე ესე მგონია რა. კაი ხა ძალიან ბევრს დღემდე ხა ბევრი მოგზაურობა მიწევს რა და ძალიან ბევრი ეთნოსია მათ შორის ევროპაში. რომლებმაც საუკუნეების მანძილზე ვერ შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა რა და ყველას უყვირს რომ ეს რუკაზე რო უყურებენ და 360 გრადუსი ხა დღეს ხა რელიგიური ომები 21 საუკუნეში მადლობა ღმერთს არ არის დღეს უკვე თუ სამწუხაროდ ომები მაინც არის ხო მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი აქტუალური იყო, რომ აი ამ პატარა ქვეყანამ, რომელსაც 360 გრადუსი რო შეხედო სულ გარშემო, სულ თავდასხმების ქვეშ იყო, მაინც მოახერხა და დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ზუსტად ეგეც ღმერთის ნება. რა თქმა უნდა და ჩვენი მოხერხებულობის რა. ეგ არის ამ შემთხვევაში ის მე საერთოდ მინდოდა მეთქვა რომ აი ხო არის ხა რომ აი ეს რუსის ძახილი რო არის ხოლმე და რაღაცა და ერეკლეს მეფეს იხსენებენ ხშირად და ესე და ისე და დღეს არის ზუსტად ისეთი სიტუაცია რომ თუ ჩვენ აქ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნეთ ხო ჩვენ თავისუფლები ვართ რა და თუ მოგვაწვევიან ხო რომ აი და მაინც არეულობა და ბომბები და მე არ ვიცი ეს ვის ინტერესში და როგორ ინტერესშია ხო იმას როგორ ვერ ხვდებიან რომ თვითონ გვკრავენ ხელს რუსეთის თვითონ წარმოიდგინეთ ეხლა ესე ვფიქრობ შეიძლება უცნაური რაღაცას ვიტყვი არ ვიცი როგორ მოგეჩვენება რა მაგრამ თუ ჩვენ მოხერხებულობაზე ვსაუბრობთ მით უმეტეს იმ გეოგრაფიულ წყობაში სადაც გვიწევს ცხოვრება ხო 30 წელი ნაცარი ხო გვაყარეს რომ შეიძლება ეს გეოგრაფია შეგვეცვალა რა და აქ ბუფერული ზონა არ აღმოჩენილიყავით რაც სამწუხაროდ უკრაინის მაგალითზე ჩანს როგორ მიუდგა ევროპა ხო ეს მოხერხებულობა აბსოლუტურად ყველა მეზობელთან გამოსაყენებელია რა მათ შორის რუსეთთან რა და ეს არ უნდა იყოს რაღაცა ზედსართავი სახელის დაკნინება პირიქით თუ სადმე ამ ქვეყანას შეუძლია კონდეს რაღაცა ბალანსის პოლიტიკა ეს აბსოლუტ ჩვენ წინა წლებმა ძალიან ბევრი ცუდი მაგალითი გვანახა დღემდე ოკუპაციის ქვეშ ვართ ხო მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ვისთან შეიძლება კონდეს საქმე საიდან რა საფრთხე გვემუქრებოდეს და სწორედ მანდ არის ყველაზე სწორი ის სიტყვა და ის ფორმა რომელიც შენახსენე ეს არის მოხერხებულობა რა და რომელიც გვმართებს აბსოლუტურად ყველასთან იმისთვის რომ ამ ქვეყანას აღარ გააჩნდეს არც ერთი შვილი დასაკარგული. ხო და იცი რატო არის და ხო